as a glacier's heart. You should be ashamed. I'm Ying, and I won't. Sniper ready. My blade Give me a strikes target. like a The splitting. enemy. Target locked. The hunt begins. მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს ისევ თქვენთან ერთად დავუბრუნდეთ ისევ Mobile Legends-ის მორიგი ეპიზოდით. როგორც უკვე ვნახეთ, მოწინააღმდეგეებმა 3 one-shot-ერი გმირი აიღეს, რაც საკმაოდ რთულს ხდის როგორც წესი Gold Lane-ზე თამაშს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ლესლი ამიღო Gold Lane-ზე, რადგანაც ლესლის აქვს ეგეთი უნარი, შეუძლია გაქრობა, რის შემდეგაც ისეთი სკილები, როგორც არის Saberis ulti, Iannis ulti და ასევე Eudoras მეორე სკილი არ ხვდებიან, რადგანაც კონკრეტულად გმირს უნდა ხედავდნენ ეგ სკილები, რომ მათ მოხვდეს. როგორც წესი, ყველა რუამერი უნდა ეხმარებოდეს დასაწყისში ჩანგლერს, მაგრამ არიან რუამერები, რომლებსაც ძალიან დიდი პოტენციური პირველი ქილის გაკეთება შეუძლიათ. მოულოდნელობის ეფექტის, რადგანაც თამაშის დასაწყისშივე შემტევიან თამაშს თითქმის არავინ არ ელოდება ხოლმე. ლინგი და ეს ჩვენი რუამერი ერთად თამაშობენ ვოისი კონდათ ჩართული თამაშის დასაწყისში, რა დროსაც დროებით ჩაურთე ვოისი, სანამ თამაში დაიწყებოდა, გავიგე მათი გეგმა, ფლორინმა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ანუ Gold Lane-ს დავეხმარებიო დასაწყისშიო, ამიტომაც მეც გადავწყვიტე, რომ უფრო შემტევად მეთამაშა და რა თქმა უნდა მიას მოკლეც გამოგვივიდა. როდესაც Line-ზე ჩვენ გმირს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს იმის, რომ მოწინააღმდეგე გმირი დაჩაგროს, ყოველთვის უნდა ვეცადოთ ხოლმე, რომ არ მივუშვათ ის კრიპებთან ახლოში და არ მივცეთ უფლება, რომ მათგან გოლდი და ექსპერიენცი აიღოთ. და ჩვენც რა თქმა უნდა არ უნდა დავკარგოთ ეს გოლდი და ბოლოს როლა უნდა განვახორციელოთ ხოლმე მათი. კრიპის დაფინიშება ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თამაში, რადგანაც უფრო მეტ გოლს გვაძლევს, ვიდრე ის, რომ ის თავისით მოკვდეს, როდესაც მასთან ახლოში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავება ძალიან დიდი არ არის, თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ არც მოწინააღმდეგეს მივცემთ კრიპების აღების საშუალებას, საკმაოდ დიდი რაოდენობის გოლდით ვიქნებით წინ სულ რამოდენიმე წუთში. ჩვენი ლიმიტების ცოდნა და აი ის თუ როდის უნდა დავიხიოთ უკან, აი მაგის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თამაშში. ვინაიდან ორი ვართ, არ გავისკეტა წინ არ წავედი, ამიტომაც პირდაპირ ულტი შევრთე, რომ ცოტა მაინც შემეწუხებინა. არც Saberis არ შემშინებია, რადგანაც 4 ლეველზე არ იყო და ვერ გამეულტავდა. ლესლის აქვს ეგეთი პასივი ყოველ რაღაცამდე წამში, აი ეს წრე უკეთდება გარშემო, რომლის შემდეგაც true damage-ს აყენებს მოწინააღმდეგეს. ასევე გვეხსნება ეს პასივი, ანუ ეს წრე, რომელიც ასევე range-საც გვიზრდის, მაშინ როდესაც ნებისმიერ skills გამოვიყენებთ. ზუსტად ამ პასივის გამო არის, რატომაც ლესლის შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაჩაგვრა თავის ლაინზე, რომელსაც გადაადგილების უნარი არ გააჩნია, ანუ გადახტომის სკილი არ აქვს. როგორც ხედავთ, ზუსტად ამ სკილის და ამ პასივის გამო არის, რატომაც მიაქვს ჩაგრა ამ მომენტში, მაგრამ სამწუხაროდ ულტის cooldown-ი მალე არ დამთავრდა, რის გამოთაც მია ვერ მოვკალი და საბოლოოდ ვერ დავაფინიშე. This would help. Target locked.
ქილის გაკეთებაზე იმდენად არ უნდა ფოკუსირდეთ არასდროს, რომ გამოგეპაროთ თქვენს გარშემო რა ხდება, ზუსტად ეგ დამემართა წეღან, რის გამოდაც ფლიკერი ვერ გამოვიყენეთ თავის დროზე, რის გამოდაც ეუდორას რეინჯში მოხვდი და მან თავისი სრული კომბოთი მომკლა. ლესლის ულტის არა მარტო თავდასხმისთვის, არამედ თავდაცვისთვის გამოყენებად შეგვიძლია, როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, რომ ჩემთვის ემბუში გაეკეთებინათ, ანუ ჩამსაფრებოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი ულტი გამოვიყენე, გამოვაჩინე ისინი და მათაც ჩემი მოკლა ვერ შეძლეს. სანამ მატჩი დაიწყებოდა, ლინკი მეგონა რომ ძალიან ცუდი პიკი იყო, რადგანაც Sabers, Eudorasas და Ianსაც ძალიან მარტივად შეუძლია მისი მოკლა, მაგრამ როგორც ხედავთ, ის საპირისპირო სამტკიცებს და იცის, რასაც აკეთებს. Loyalty is my best როგორც უკვე თქვით, ლესლის ულტის გამოყენება შეგვიძლია როგორც თავდაცვისთვის, ასევე თავდასხმისთვის, მაგრამ ესე ულტის გამოყენება ყოველთვის არასწორი არის, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ ჩვენი სროლის რეინჯში არის და ძალიან მარტივად შეგვიძლია ბეისი გადაგავარტყათ მას. I don't think so. No, 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 no. I don't think so. No, 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 no. It's never, ever, 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 ever gonna happen. Not one shot wasted. იმის მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგეებში 3 ვანშოტერი არის, ჩვენი დავანშოტება მაინც არ შეუძლიათ, რადგანაც ლეველებით და ასევე ფარმითაც უკვე გავასწარით. Not one shot wasted. One shot. One kill. როგორც უკვე თქვით, თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს გავასწარით ამ მომენტამდე ფარმში, ზუსტად ამის გამო არის, რატომაც ისინი ვერ გვავანშოთებენ, ერთადერთი ტერიზლა დარჩა ისეთი მოწინააღმდეგე, რომელიც აქამდე არ მომკვდარა, ზუსტად ეს გმირი არის მათი კამბექის შანსი, ამიტომაც ჩვენ რა უნდა ვქნათ? რა თქმა უნდა გადავიდეთ იმ ლაინზე, რომელზეც ის იმყოფება და ჩავუსართეთ. როგორც ხედავთ, მთელი ამ დროის განმავლობაში ტერეზლა რუბის ჩაგრავდა, რადგანაც რუბი 4-ჯერ არის მკვდარი, ტერეზლას კიდევ 10 ლეველი აქვს უკვე, რუბის კიდევ 8. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ რუბის ამ მომენტში ტერეზლასთან ერთ-ერთი არანაირი შანსი არ აქვს. One shot. One kill. Target locked. დაინახეთ, როგორ დაველოდა ტერეზლა როდის გამოიყენებდა თავის ულტს, ამის შემდეგ გამოვიყენებ მხოლოდ ჩემი მეორე სკილი, რადგან მომეცილებინა თავიდან. ის ფაქტი, რომ რუბის დაელოდა მაგ მომენტს და მხოლოდ შემდეგ გამოიყენა თავის ულტი ჩემ გადასარჩენად, იმას ნიშნავს, რომ მან თამაში იცის და უბრალოდ ტერეზლა ამ მომენტამდე ჩაგრავდა იმის გამო, რომ ლაინზე ტერეზლა უფრო ძლიერი არის, ვიდრე რუბი, რაც მე დარწმუნებით არ ვიცი, რადგანაც არც ერთი გმირით არ მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ეგ ყველაფერი ვთქვა. მარტო შესვლის და გადარჩენის არსად არ გვაქვს შანსი, ამიტომაც არის, რომ რაც შეიძლება უკან ვცდილობ ვიყო და ჩემიანების უკნიდან ვიბრძოლ. ამ მომენტში შემეძლო, რომ წავსულიყავი რუბისკენ და რუბის დავხმარებოდი, მაგრამ იმის გამო, რომ 2 ვანშოტერი გმირი იყო იქით, გადავწყვიტე, რომ არ წავსულიყავი, რადგანაც ძალიან სარისკო იყო ჩემთვის. One kill. Saberსაც შეძლო იგივე გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ხედავთ, საითაც მე დამინახავს, ყოველთვის იქით მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში მიდლეინზე 3 კაცი ვართ, მაინც ჯობია რომ გავულტო და Saberi გამოვაჩინო, რადგანაც მას მარტივად შეუძლია რომ მხოლოდ მე დამაპოგუზოს, მომკლას, ის შემდეგაც shotdown kills აიღებს და რომც მოკვდეს, მაინც წარმატებული კილი იქნება მათთვის. მანამ სანამ teamfight-ში ჩავერთვებით, ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ ჩვენს კუთხეს, თუ რომელი კუთხიდან ვერთვებით teamfight-ში, ამ შემთხვევაში, რადგანაც ჩემო ორმა teammate-მა გაიარა ამ გზაზე, გადავწყვიტე, რომ ამ გზიდან ჩავთვლიყავი teamfight-ში, ამით ვიცოდი, რომ მოწინააღმდეგის არც ერთი გმირი არ შემომიტევდა აქეთ ამ მხრიდან და ასევე, რა თქმა უნდა, დისტანციასაც ვიცავდი მოწინააღმდეგისა და ჩემს შორის, რომ one-shot-er გმირებს, ისეთი როგორც Eudora არის, არ მოვეკალი. შესაძლოა ყველა შედევისას მოწინააღმდეგის გმირები ვერ მოკლათ, მაგრამ მათ უფასაზე გადასვლას ვაიძულებთ, ეს საშუალებას მოგცემს იმას, რომ მათ teammate-ებთან უფრო ამამად ვიბრძოლოთ, რადგან უფრო ცოტანი იქნებიან. ან იმის გამო, რომ მათ ბაზაზე გადასვლა მოუწიათ, სანამ ისინი ჩვენამდე მოვლენ, ესე შევძლებთ მათ თურენცავენ. ასევე ყოველთვის მნიშვნელოვანი არის მაშინ, როდესაც ბრძოლაში არ ვართ, რომ რუკას ვადევნოთ თვალი, თორემ ესე ავრორასავით დაგვემართება, რადგანაც
მას ჰქონდა ინფორმაცია ქრიფების გამო, რომ მოწინააღმდეგე მისკენ მიდიოდა, მაგრამ უკან დახევა მაინც ვერ გადაწყვიტა და ვერ მოიფიქრა. ყურადღებით დააკვირდით ამ კომბოს, რადგანაც ეს კომბო ყველაზე გამოსადეგი რაღაცა არის ლესლიზე, რადგანაც როგორც ხედავთ, სამჯერ შევძელი და ეუდორას გავარტყით ჩემი true damage. თუ აქამდე არ იცოდით, true damage არის damage-ის ტიპი, რომელიც სრულად აიგნორებს magic-ასაც და physical defense-საც და ისაკლებს პირდაპირ სიცოცხლის გარკვეულ რაოდენობას. ზუსტად ამ მიზეზის გამო არის, რატომაც შეუძლია ლესლის მოწინააღმდეგის დიდ სიცოცხლიანი გმირების და ტანკების ძალიან მარტივად მოკლა. Nowhere to run. ნუ ბაზაზე გაქცევა მაინც შეუძლიათ. Come a little closer. მართალი ხარ ლესლი ფლორინი, რომ ჩემთან ცოტა უფრო ახლოში ყოფილიყო, დიდი ალბათობით ეუდორას მოვკლავდი. This would help. I don't think so. One shot, one kill. Probably never, ever, 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 ever gonna happen. Oh no. One down. საბედნიეროდ გადავრჩი ისეთნაირად one-shot-er გმირებთან არასდროს არ უნდა გარისკოთ ხოლმე, რადგანაც ამ მომენტში მე ვარ shot-down kill-ი და თუ მე მომკლავდნენ, საკმაოდ ბევრ ფულს მიიღებდა მოწინააღმდეგეები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში one-shots მაინც ვერ მიკეთებენ მოწინააღმდეგეები, მომავალში ამის ძალიან დიდი რისკი არის, რადგანაც ისინიც გაიფარმებიან. ზუსტად ამის გამო გადავწყვიტე, რომ Rose Gold-ი ამეწვა ამ მატჩში. Rose Gold-ი 23 magical დაცვას გვიმატებს და ასევე ცოტაოდან shield-საც, რაც გადარჩენის შანსებს უფრო ზრდის. ნუ ეს ყველაფერი ასე იყო მაშინ, როდესაც ეს ვიდეო ჩავწერე, ხოლო ამ წუთისთვის ეს აიტემი განახლებული არის და სულ სხვანაირ რაღაცებს გვუმატებს. თუ არ იცოდით, შორტების სახით ვაკეთებ ყველა აიტემის პასივის განხილვას, რასაც მომავალში აუცილებლად დავამატებ ამ აიტემზეც, ამიტომაც თუ რომელიმე აიტემზე პასივი დაგაინტერესებთ, ეწვიეთ ჩემს შორტების ხარეს არხზე და ყველაფერს გაიგეთ. შეჯერობით ყველა აიტემი არ არის დამატებული, ნელ-ნელა იმატება და როდესაც დავამატებ ყველა აიტემს, რა თქმა უნდა, პროცესში რაღაც აიტემების პასივები იცვლება, რადგანაც თამაში პროგრესირებადი არის და განახლებების სულ ემატება თამაში, აი ზუსტად მაგ განახლებებს მერე ნელ-ნელა დავყვები და იმათაც დავამატებ. არასდროს არ გამოიყენოთ auto-aim-ი ამ თამაში, რადგანაც ზუსტად მაგის გამო ძალიან ხშირად გადამრჩენიან ხოლმე მოწინააღმდეგეები. ზუსტად ისე, როგორც ეხლა Sabers დაემართა და მაგის გამო მისიანიც მოუკანა. ვიდეოს ბოლოს როგორც წესი არავინ არ უსმენს ხოლმე და არავინ არ უყურებს, ამიტომაც ახლავე გეტყვით, რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი, რადგანაც ახალწლამდე ძალიან მინდა რომ მას გამომძერამდე მაინც ავიდე. ნუ მოგწონთ Mobile Legends-ის ეს ქართული ვიდეოები და გსიამოვნებთ ამ ყველაფრის ყურება, აუცილებლად ეწვიეთ აი ამ YouTube არხს, რომელიც ეხლა ჩანს თქვენს ეკრანებზე, რადგანაც ისიც ჩემსავით იღებს Mobile Legends ქართულად, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ის თამაშის პროცესშივე იწერს ხმას. ამიჯერით ძალიან იხალისებთ მისი ვიდეოებით, მე პირადად ძალიან ხალისობ ხოლმე და ასევე რა თქმა უნდა, მომავალში დიდი ალბათობით მეც გამოვშთები მის არხზე და ჩემს უშუალოდ თამაშის პროცესში ხმასაც გაიგებთ. ლინკი აღწერაში იქნება. აი ესე როგორც იქნა ავედით მითიკზე, იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, ყველა ვიდეოში ვცდილობ რომ რაღაც ცოტაოდენ შევცვალო და ედიტი დავხვეწო. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს თუ მოგეწონათ.